ესაცია მოდოვარო დღეს ვიმყოფდა ჰოსპიტალში. მინდოდა რომ ჰოსპიტალში ზედგული ხალხი და ამიტომ ძალიან ყველას მივუგებთ აბსოლუტურად მიუკერძებლად. ესეულად გააგრძელე გამოჯანმრთელების შემდეგ ჩვენი ქვეყნის როგორ ახლა? დღეს მე მოვინახულე სამი ქართველი სამხედრო, რომლებიც გმირულად ასრულებენ თავის ვალდებულებას ქვეყნის და გლობალური უსაფრთხოების წინაშე ავღანეთში. ორი მათგანი 21 იანვარს დაიჭრა მოწინააღმდეგის ტყვით და მე დღეს გადავეცი საბრძოლო იარის მედალი ამ ორ ჩვენ ჯარისკაცს ხარშილაძეს და კაკულიას. სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვე და როგორც ჩანს უკვე ძალიან მალე ისინი მწყობში იქნებიან. ასევე მოვინახულე ჩვენი ერთი სამხედრო, რომელმაც ძალიფეხი დაკარგა და ამერიკაში მიემგზავრება მალე რომ პროტეზი გაუკეთდეს და ძალიან მახარებს მათი საბრძოლო განწყობა, საბრძოლო სული. ისინი მართლაც დღეებს ითვლიან, როდის დაბრუნდებიან სამხედრო სამსახურში და ეს მოტივაციის ამომაღლებელია ყველა ჩვენთაგანისთვის. ასევე დღეს გორის ჰოსპიტალში მქონდა შესაძლებლობა რომ წარგვედგინა ახალი ხელმძღვანელი. თქვენ მინდოდა მეთქვა რომ ჩვენ ძალიან სიმფრთხილით მოვეკიდეთ ჰოსპიტალში ხელმძღვანელობის შესვლას, მრავალი კანდიდატურა იქნა განხელული და ბოლოს შევჯერდით ირაკლი კურცხალეაზე. მას აქვს როგორც თბილისში სამედიცინო განათლება მიღებული ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზი მინდა გაუსვა რომ მას აქვს სამხედრო ექიმის განათლება მიღებული საზღვარგარეთ პეტერბურგში. სხვა დამსახურებებიც აქვს ბუნებრივი, წლების განმავლობაში მუშაობდა ამ სექტორში და კოლექტივმა ძალიან კარგად მიიღო. რაც მთავარია, მე დავავალე მას, რომ უახლოეს პერიოდში წარმომედგინოს ის პრიორიტეტები, პირველ რიგში რაც ჭირდება გორის ჰოსპიტალს და ზოგადად სამხედრო ჰოსპიტალურ სექტორის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ ძალიან კმაყოფილი ვარ და მადლიერი მთელი ჰოსპიტალის ესეთი თავდადებისთვის და ესეთი მიდგომისთვის ადამიანის ჯანმრთელობის მიმართ. მადლობელი ვარ დობის გამოცხადებისთვის. პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი სავარაუდოდ მოემსახურება ჯარს, იმედი ვექნება, რომ ხარისხიანად მოემსახურებით ჯარს. მათ შორის არ გამოირიცხება სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო ურთიერთობაც.